იყო და არა იყო რა. ღვთისუკეთესი რა იქნებოდა. იყო ერთი პატარა გოგონა, რომელსაც ბებიის მოქსოვილი წითელი ქუდი ძალიან უყვარდა და სულ ამ ქუდით დადიოდა. ამის გამო მას ყველა წითელ ქუდას ეძახდა. წითელ ქუდას ძალიან უყვარდა ფრინველები და სულ მათთან ერთად თამაშობდა ხოლმე. ერთხელ წითელ ქუდას დედამ ქადა გამოაცხო და წითელ ქუდას უთხრა: წადი ბებო მოიკითხე და თან ეს ქადა და საჭმელი სავსე კალათა წაუღეო. დედამ ასევე გააფრთხილა წითელ ქუდა, რომ ტყეში არ შესულიყო, რადგან იქ ბოროტი მგელი ცხოვრობდა. წითელ ქუდამ გამოართვა დედას კალათი და გაეშურა ბებიის სახლისკენ. მან დედის რჩევა არ გაითვალისწინა და ტყეში გადაუხვია. ტყეში იგი ხან პეპლებს ეთამაშებოდა და ხან ყვავილებს კრებდა ბებიისთვის. წითელ ქუდა უეცრად ტყეში მაწანწალა მგელს გადაეღარა. მგელი მივიდა წითელ ქუდასთან და კითხა: სად მიდიხარო? ბებიასთან მივდივარ, დედამ საჭმელები გამომატანა და უნდა მიუტანო. მიუგო წითელ ქუდამ მგელს. ბებია შენი სად ცხოვრობსო? კითხა მგელმა. წითელ ქუდამაც უთხრა თუ სად ცხოვრობს თავისი ბებია. მგელმა უთხრა წითელ ქუდას: მეც წამოვალ შენი ბებიის სანახავად. ოღონდ მე ამ გზით წავალ და შენ აგერ იმ გზით წადი. ნახოთ ვინ უფრო მალე მივა ბებიასთანო. მგელმა რაც ძალა დაღალნე ჰქონდა მოკურცხლა. იგი მოკლე გზას დაადგა, რომ წითელ ქუდას ბებიის სახლში პირველი მოსულიყო. გოგონა კი გრძელი გზით წავიდა. გზაში ხან პეპლებს დასდევდა, ხან კი ყვავილის თაიგულებს კრავდა. მგელი უფრო მალე მივიდა ბებიასთან და კარზე დააგაგუნა. ვინ ახარ? იკითხა ბებიამ. შენი შვილი პაწია წითელ ქუდა. დედაჩემის გამოგზავნილი ქადა და საჭმელი მოგიტანე. შეცვლილი ხმით უპასუხა მგელმა. ურდული გასწიე და კარი გაიღება, უპასუხა ბებიამ. მგელმა ურდული გასწია და კარი გააღო. შევარდა სახლში, ეცა ბებიას და თვალის დახამხამებაში შესანსლა. შემდეგ კარი დაკეტა. ბებიის ლოგინში ჩაწვა და პაწია წითელ ქუდას დაუწყოლოდინი. წითელ ქუდამ ბევრი იარა, თუ ცოტა მიადგა ბებიის სახლს. მივიდა კართან და დააგაგუნა. ვინ არის? იკითხა მგელმა შეცვლილი ხმით. შენი შვილი პაწია წითელ ქუდა ვარ. დედაჩემის გამოგზავნილი ქადა და საჭმელი მოგიტანე. ურდული გასწიე და კარი გაიღება. წითელ ქუდამ ურდული გასწია და კარი გაიღო. მივიდა ბებიასთან და შეცვლილი ბებია რომ დაინახა, გაკვირვებულმა ჰკითხა: ბებია, ეგრა დიდი ხელები გქონია? ეს იმიტომ რომ უკეთ ჩაგეხვიო ჩემო გოგონა. ბებია, ეგრა დიდი ფეხები გქონია? ეს იმიტომ რომ უკეთ ვირბინო ჩემო გოგონა. ბებია, ეგრა დიდი ყურები გქონია? ეს იმიტომ რომ უკეთ გავიგონო ჩემო გოგონა. ბებია, ეგრა დიდი თვალები გქონია? ეს იმიტომ რომ უკეთ დაგინახო ჩემო გოგონა. ბებია, ეს რა დიდი კბილები გქონია? ეს იმიტომ რომ უკეთ შეგჭამო, თქვა და ალმა მგელმა პაწია წითელ ქუდა გადაყლაპა. ამ დროს ბებიის სახლთან მონადირე იყო, რომელმაც წითელ ქუდას ხმა გაიგო. მონადირე სახლში შევარდა, მგელს მუცელი გაუჭრა და წითელ ქუდა და ბებია გადაარჩინა. წითელ ქუდა მონადირეს მადლობა გადაუხადა და პირობა დადო, რომ მომავალში ფრთხილად იქნებოდა და ტყეში უცნობებს აღარ დაელაპარაკებოდა. ასე დასრულდა წითელ ქუდას ამბავი. ზღაპარი, რომელიც გვასწავლის, რომ ფრთხილად უნდა ვიყოთ და დედის რჩევებს ყოველთვის დაუჯეროთ.